გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან ზაზა ალექსიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრას მეცნიერები, ზაზა ალექსიძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილები ზაზა ალექსიძის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. ზაზა ალექსიძე ერთი გამორჩეული მეცნიერთაგანი იყო საქართველოში. ის იყო ფართო მასშტაბის ისტორიკოსი, ენათმეცნიერის თქვენ წარმოიდგინეთ და იყო მთელი რიგი მიმდინარეობების დამფუძნებელი. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად ზაზა ალექსიძემ შემოიტანა ალბანისტიკის დარგი. მან შეისწავლა ეს ალბანეთის ისტორია და ბევრი საინტერესო პრობლემა დააყენა მასთან დაკავშირებით. ზაზა ალექსიძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტს და უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სასიკეთო იყო ახალი წყაროების დაბეჭდა, გამოვლენა, მასზე კომენტარების გაკეთება. ზაზა თავს არ ეშორებდა ამით და ანალოგიურად იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არმენოლოგიის კათედრის გამგე იყო და ბევრი მისი მოწაფე შემდეგ საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერი გახდა. დღეს არის 90 წლის აღნიშვნა ზაზასი, ის იმსახურებს დიდ სიყვარულს, პატივისცემას და მე ყველა მის მოწაფეს, მის კოლეგებს ვლოცავ დღევანდელ დღეს და მინდა რომ ზაზას სახელი მარადიულ ხსენებაში იყოს. დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, არმენოლოგის, ალბანოლოგის და ცხადია ქართველოლოგის ბატონ ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლისთავი, 18 ოქტომბერს შეუსრულდა მას 90 წელი. ბატონი ზაზა მართლაც განსაკუთრებული მოვლენა ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში. მან ძალიან დიდი ამაგი დაძდო როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრას, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა თავის დროზე წლების განმავლობაში და ცხადია ხელნაწერთა ინსტიტუტს, დღეს უკვე ხელნაწერთა ცენტრს, რომლის დირექტორი იყო თითქმის 20 წლის განმავლობაში, 18 წლის განმავლობაში და მის სახელთან დაკავშირებულია ინსტიტუტის ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება. ძალიან სასიამოვნოა, რომ მეცნიერებათა აკადემია თავისი წევრის, ამავე დროს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრის იუბილეს აღნიშნავდა დღეს. აქვე მინდა დავძინო და ვთქვა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ 24 ოქტომბერს ბატონი ზაზას ხსოვნისადმი, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება მის მშობლიურ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ბატონ ზაზა ალექსიძის თაობაზე ფიქრისას ყოველთვის წარმოგიდგება მისი ნაშრომები. ყველანი მეცნიერებასთან ვინც არის დაკავშირებული, ალბათ თანხმდებით იმაზე, რომ არიან ნაშრომები, რომლებიც რაღაცა ათწლეულების შემდეგ ისტორიოგრაფიულ მნიშვნელობას შეიძენენ. მაგრამ არის ნაშრომები, რომლებიც მუდმივად რჩებიან ძალიან აქტუალური, რომელთა მოხმობა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. აი ზაზა ალექსიძის ნაშრომები დაწყებული ეპისტოლეთა წიგნიდან დამთავრებული მისი ბოლო წიგნით ასრულო მამათა ცხოვრების რედაქციებს რომ ეხება სინასტაზე აღმოჩენილი. აი სწორედ ასეთი რიგისაა. ზაზა ალექსიძემ დასტოვა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყნად. ეს არის სამეცნიერო მემკვიდრეობა, ეს არის ხორციელი მემკვიდრეობა და ეს არის მისი მოწაფეების სახით მემკვიდრეობა. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.